მე მესმის, რომ ძალიან მაცდურია იმაზე ფიქრი, რომ ქალიც ძალიან განიცდის თქვენს დაშორებას, რომ ღამეებს ათენებს ისე განიცდის, უბრალოდ გიმალავს, არ უნდა რომ სისუსტე დაგანახოს, მაგრამ ეგ ტყუილია და კარგვის შეგრძნება შენ გეუფლება და არა მას. მისთვის გასაგებია რომ ერთი მესიჯის სიშორეზე ხარ, უბრალოდ რომ მოგწეროს, შენ ახლაც მზად ხარ რომ ეგრევე მიირბინო მასთან, დაივიწყო ყველაფერი და გააგრძელო ურთიერთობა. შესაბამისად მას არ აქვს არანაირი მიზეზი რომ დრამებში ჩავარდეს. ასევე მნიშვნელოვანია იმ ილუზიის მოშორებაც, რომ თითქოს და ქალი ვერ ხვდება რას აკეთებს, რომ ვერ იაზრებს, ისე ანგრევს თქვენს ურთიერთობას. მამაკაცები მაგვითარებაში თავს იტყუებენ, რომ ქალი გამოუცდელია, ემოციურია, ან მოზარდის ჭკუა აქვს, ან ხასიათი აქვს მასეთი, ან ძალიან ჯიუტია. განსაკუთრებით მიყვარს, როდესაც ამბობენ, რომ ძალიან პრინციპულიაო. ანუ მამაკაცი თავისივე ხელით იგონებს 1000 სისულელეს, რომ თავის თავში გაათეთროს ქალის არაადეკვატური და ნაგლური ქცევა. იმიტომ რომ პარალელურად ის თავს იმითაც იტყუებს, რომ ქალს გულის სიღრმეში ჯერ კიდევ უყვარვარო. თავისთავად ეგ ყველაფერი არის სრული სისულელე. რა თქმა უნდა მოგვიანებით მამაკაციც ხვდება მაგ ყველაფერს და რას აკეთებს ამ დროს, რას და პანიკაში ვარდება და ცდილობს მონახოს რაიმე ინსტრუმენტი, რომ ქალშიც გამოიწვიოს მისი დაკარგვის შიში. ზოგი ცდილობს რომ აეჩვიანო, ზოგი ულტიმატუმის ენით იწყებს ბლეფაობას, რომ ან ახლავე შემირიგდები, ან საბოლოოდ დამივიწყეო და შენ იმ მომენტში ვერ ხვდები, მაგრამ რომ გამოხვალ მაგ მდგომარეობიდან დამეთანხმები, რომ ეგ ყველაფერი სასაცილოდ ჟღერს და ზუსტად მასევე ეცინება ქალსაც. ნეტა ერთი რისი ტრაკი გაქვსო. შესაბამისად ეგ ყველაფერი არ იმუშავებს. ქალმა გარკვეული სტადიები უნდა გაიაროს. იგნორი კი უბრალოდ აჩქარებს მაგ პროცესს. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ სწორი და დროული იგნორი პრაქტიკულად იმ მომენტშივე აუფლებს ქალს შენი დაკარგვის შეგრძნებას. პრაქტიკაში არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც მამაკაცმა ქალს დაასწრო, აქეთ დაშორდა და შეაგდო ტოტალურ იგნორში. შედეგად უკვე რამდენიმე კვირაში ქალი გაგიჟებულ მდგომარეობაში ცდილობდა კონტაქტზე გამოსვლას და ეს პრინციპულად მნიშვნელოვანი მომენტია. თუ ვინ სვამს წერტილს?